ტრაილერის მძღოლის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისმა დასაცავმა პირმა ამ დანაშაულთან დაკავშირებით არაფერი არ იცოდა. ფრიდონ მაღლაკელიძემ დღეს სასამართლო პროცესზე მოსამართლესთან თქვა, რომ მას სომხეთის მოქალაქემ დაუკვეთა 298 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერები საქართველოს გავლით ჰოლანდიაში გადატანა, თუმცა მან ნახა მხოლოდ ინვოისი, სადაც ეწერა, რომ მას სასომხეთიდან საქართველოს გავლით ჰოლანდიაში გადაჰქონდა მწვარი აგური. მხოლოდ ამის შესახებ იცოდა, გარდა ამ ინფორმაციისა, მან არ იცოდა არაფერი. ფრიდონ მაღლაკელიძე 19 წლიანი სტაჟით, 19 წელია, როგორც მისი ადვოკატი ამტკიცებს, მუშაობს გადაზიდვების კომპანიაში, კომპანია RIL, შპს RIL, ეს არის ქართული კომპანია, სადაც ის იყო დასაქმებული ბოლო 2 წლის განმავლობაში და როგორც ადვოკატი ამტკიცებს, კომპანიის ხელმძღვანელობამ იცოდა იმის შესახებ, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელმაც დაასრულა ერთ-ერთი რეისი სასომხეთში მიდიოდა ახალი შეკვეთის ასაღებად და ეს შეკვეთა იყო სწორედ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ამბავში არის ის, რომ ფრიდონ მაღლაკელიძემ საქართველოში სასაზღვრო გამშვებ პუნქტ გუგუთის გავლით ისე შემოიტანა ნარკოტიკული ნივთიერება, რომ მესაზღვრეები ამას ვერ მიხვდნენ და საბოლოოდ ის აღმოაჩინეს უკვე სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მას შემდეგ რაც მისი ავტომობილი გაატარეს სკანერში. მებაჟეებმა აღმოაჩინეს 600 კონტეინერი, რომელიც იყო გამომწვარი აგურის იმიტაციით და მასში იყო სწორედ მოთავსებული ნარკოტიკული ნივთიერებები. მოსამართლემ მოისმინა დაკავებული ტრაილერის მძღოლის პოზიცია, თუმცა ის გაუშვა პატიმრობაში. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქალაქო სასამართლოში. ბატონი ფრიდონი სხვა ქვეყნიდან მოდიოდა, ის დაიცალა ცარიელი ტრაილერით, მიიღო შეკვეთა ოპერატორისგან, რომ უნდა ჩასულიყო ერევანში და იქ აეღო ახალი შეკვეთა და სწორედ ამ ახალ შეკვეთაში აღმოჩნდა ეს ნივთიერება. ინვოისში ესე უწერია, გამომწვარი აგური ქვა, რომელიც უნდა გადაეზიდა ერევნიდან ჰოლანდიაში. მას რომც ენახა, ის ვერ მიხვდებოდა, ვინაიდან ეს დამალული ნივთიერება იყო აგურში მოთავსებული. თუ აგური არ გატყდებოდა და მას არ ამტროდი ნივთიერებასაც ვერ ნახავდი სავარაუდოდ. დამკვეთთან პირველი შემთხვევა იყო და საერთოდ ამ მიმართულებით ჰქონდა მას პირველი შემთხვევა. დაიტვირთა ერევანში და საქართველოს გავლით უნდა წასულიყო ჰოლანდიაში. დამკვეთი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე? ქართული კომპანია არის. დიახ, ეს ქართული კომპანია არის შპს RIL. დამკვეთი ვინ იყო? უცხო ქვეყნის მოქალაქეა? ქვეყნის მოქალაქეა. რომელი ქვეყნის? სომხეთი. მას ეს ტვირთი დაუკვირდა და მიმღების ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია. საქართველოში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის ავტომანქანის მძღოლმა საქართველოს ტერიტორიის გავლით ნიდერლანდების სამეფოში ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინა და თავის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში არსებულ ტვირთის სპეციალურ სამალავში უკანონოდ შეიძინა 298 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, რაც 6 ივნისს გუგუთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში და ბათუმის მიმართულებით გადაზიდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე სხვა პირთა მხილების და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. გამოძიებისთვის ცნობილია იმ პირის ვინაობაც, რომელმაც ტრაილერის მძღოლს დაუკვეთა ნარკოტიკული ნივთიერებების გადატანა საქართველოს გავლით ჰოლანდიაში და ცნობილია ასევე იმ პირის ვინაობაც, რომელმაც სასომხეთში, საუბარია სომხეთის მოქალაქეზე, რომელმაც სასომხეთში ტრაილერის მძღოლს დაუტვირთა ავტომობილი და იმიტირებულ სათავსოებში მოათავსა 85 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული ნივთიერება, თუმცა ჯერჯერობით პროკურატურა არაფერს ამბობს, გავლენ თუ არა დამკვეთთან და ასევე იმ პირთან, რომელსაც უნდა ჩაებარებინა ნარკოტიკული ნივთიერებები. დღეს პროკურატურაში თქვეს მხოლოდ ის, რომ შესაძლოა ამ დანაშაულზე ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდეს.